ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უკვე 10 წლებს ითვლის, რომლის ფარგლებში საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს და გრადობას მიაღწია სხვადასხვა სფეროში. აქედან კი განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მეცნიერებების განვითარების მიმართულებით. სწორედ ამ მხარდაჭერით და დახმარებით რამდენიმე 10 წლეულის მანძილზე დღეს საქართველოს რეგიონში წამყვანი ქვეყანაა ზედამხედველობისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკური სიმძლავრეებით, ფუნდამენტური და გამოყენებითი ბიოსამედიცინო კვლევებით, გადამზადებული ადამიანური რესურსებით და ასე შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო და დონორულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით ფარგლებში საქართველოს გახლავთ ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების პროგრამის Global Health Security ერთ-ერთი სამოქმედო პაკეტის ლიდერი თავდაპირველად ნორვეგიასთან და შემდეგ შტატებთან ერთად. C ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით სამოდელო ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით. მნიშვნელოვანია საქართველოს მიღწევები იმუნიზაციის გადამდები და არაგადამდები დაავადებების ზედამხედველობის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების კვლევების, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის მაღალი სტანდარტების შემუშავების ლუგარის ლაბორატორიის კოორდინაციით, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გაიდლაინების დანერგვით სამეცნიერო დიპლომატიის განვითარების, ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის დანერგვის და სხვა მიმართულებებით. საქართველოს კერძოდ ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემებს ხანგრძლივი პარტნიორული თანამშრომლობა აკავშირებს ისეთ ამერიკულ ინსტიტუციებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტები და მათ შორის პირველ რიგში ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტი, კიბოს ნაციონალური ინსტიტუტი, გულის, ფილტვებისა და სისხლის ნაციონალური ინსტიტუტი და განსაკუთრებით კი ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი. სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი, ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამა BTEP, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების CDC-ის სახელით ცნობილი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო DITRA, უოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი, ასევე ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტები. დღეს სტუმრად გადაცემაში მოწვეულია საქართველოს დიდი მეგობარი, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი ჰენრი ბლუმბერგი, რომელიც ბოლო 25 წელია ქართველ პარტნიორებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის პროგრამების მხარდაჭერით ხელს უწყობს საქართველოში ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადებას უპირატესად ტუბერკულოზის დარგში. Fogarty International Center არის ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების ნაწილი, რომელიც ფოკუსირებულია გლობალურ ჯანმრთელობაზე. მისი მთავარი მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობისა და კვლევით შესაძლებლობების გაძლიერება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში. Fogarty საერთაშორისო ცენტრი ძირითადად აფინანსებს ტრეინინგებს, განათლებას და კვლევით პროგრამებს, რაც ეხმარება ადგილობრივ სპეციალისტებს შეიმუშავონ და განახორციელონ ჯანდაცვის პრობლემებთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგიები. საქართველოში Fogarty-ის პროგრამები აქტიურად მიმდინარეობს უკვე მრავალი წელია და მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას. ტუბერკულოზის კვლევა და ტრეინინგები, TB Research Training არის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და წარმატებული პროგრამა საქართველოში, რომლის თანახმად ემორის უნივერსიტეტი, რომელთანაც სწორედ პროფესორი ჰენრი ბლუმბერგია დაკავშირებული, აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ინსტიტუტებთან, მათ შორის ძირითადად ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. პროგრამის მიზანია ქართველი მკვლევარებისა და ექიმების გადამზადება ტუბერკულოზის განსაკუთრებით წამალდგამძლე ფორმების დიაგნოსტიკის, კურნალობის და კონტროლის თანამედროვე მეთოდებში. ტრეინინგი მოიცავს კლინიკურ კვლევებს, ეპიდემიოლოგიას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკას და ტრანსლაციურ მედიცინას, რაც გულისხმობს კვლევების შედეგების პრაქტიკაში დანერგვას. ეს პროგრამები ხელს უწყობს კვლევითი ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ადგილობრივი ექსპერტიზის განვითარებას. მაგალითად, ქართველი სპეციალისტები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევებში. მეორე გახლავთ აივშიცის კვლევა და ბიოსტატისტიკა. პროფესორ თანგის ცერცვაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც Fogarty-ის ცენტრის პროგრამების სათავეებთან იდგა საქართველოში. ინფექციურ კერძოდ ცენტრი, სადაც ბატონი თენგიზი მოღვაწეობდა, ინფექციურ დაავადებათა აივშიცისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი.
კლინიკა ნეოლაბი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სხვა. არაგადამდები დაავადებებისა და გარემოს ჯანმრთელობის Fogarty Clean Air Research and Education პროგრამა. ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, საქართველოს უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ეროვნულ გარემოს სააგენტოს, ემორის და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას. პროგრამის მიზანია არაგადამდები დაავადებებისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროში კვლევების შესაძლებლობების განვითარება დოქტორანტების მზადების ეტაპზე. Fogarty-ის პროგრამები საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. რამდენიმე მიზეზით. კადრების მომზადება, ის ქმნის ახალი თაობის მკვლევარებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არიან მომზადებული. კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება. პროგრამები აუმჯობესებს კვლევით ინფრასტრუქტურასა და მეთოდოლოგიას, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთოს გლობალური ჯანდაცვის კვლევებში. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. ეს პარტნიორობა აძლიერებს კავშირებს წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებთან და კვლევით ინსტიტუციებთან, რაც ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას. ჯანდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესება. კვლევის შედეგები პირდაპირ გამოიყენება ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და გაუმჯობესებაში, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევებთან უკეთ გამკვლევებას. მოკლედ რომ ვთქვათ, Fogarty-ის პროგრამები საქართველოსთვის წარმოადგენს ინვესტიციას ადამიანურ კაპიტალსა და მეცნიერებაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობას და უკეთეს მზადყოფნას მომავალი გამოწვევებისთვის.